აგვისტოს დილისთვის ქართულ სამხედრო დანაყოფებს უკვე მთლიანად ეჭირა ცხინვალის რეგიონის სამხრეთი ნაწილი და სტრატეგიული სიმაღლეები. ყველა მოელოდა, რომ როკის გვირაბამდე ბრძოლით გასვლა, მისი დაკავება და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა მხოლოდ საათების საქმე იყო. თუმცა საქართველოს ცაზე რუსული სამხედრო ავიაცია გამოჩნდა. რუსულმა პროპაგანდამ ამ ომს 5 დღიანი უწოდა. თუმცა ის 8 აგვისტოზე გაცილებით ადრე დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა. მიუხედავად ომის საბოლოო შედეგისა, ქართულმა არმიამ მრავალრიცხოვანი საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ მამაცურად იბრძოლა. ეს ფილმი ეძღვნება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ჯარისკაცს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რუსეთ-საქართველოს ომში. მათ შორის ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მებრძოლებს, რომლებიც ფილმში თავად ყვებიან ომის ისტორიებს. აი სულეთ უნდა გაადიდო შენ. Tamam kadar gerçekten. Adamı çeviriyor ya da böyle. Ay ay suratı. Ay Stefan Goizrusi. Ay Stefan Goizrusi. Sunurum sana. Ay para. Ay tabii Rasul. Otolad cemiyaz gelsin. ომი არის ერთადერთი ადგილი, სადაც ჯარისკაცის გამოწვრთობა ხდება. გენერალი გრანტი. ბევრი სამშვიდობო მისია შესრულებული ამ ბატალიონის, მაგრამ ეს იყო ნათლობა, რასაც ქვია, დიდი გამოცდილება მიიღეს ბიჭებმა. საბრძოლო ამოცანა არ ქონდა შესრულებული. ისეთი ბევრი ისეთი რაღაც გამოხდა, ისეთი ნიუანსი იყო, რაც სწავლებებზე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ამის დანახვა და ეს რეალობაში აისახა რა. ცხინვალში შესulis დროს ჩვენ ფაქტობრივად ვიცოდით, რომ იქ იყო სამშვიდობო საგუშაგო კი არა, იყო ბაზა სამშვიდობოების. კი, ცხინვალის ზემოდან ხელმარცხნივ რა შესulis საიდან შევდივით. და ჩვენ ფაქტობრივად მითითება ქონდა, რომ არავითარ შემთხვევაში მათ მიმართულებით ცეცხლი ამაწარმოებული იყო და ჩვენც არ ველოდით, რომ იქიდან რაღაც გართულება გვექნებოდა. ხო და რო შევდიოდით, ფაქტობრივად ყველაზე დიდი წინააღმდეგობა იქიდან წავაწყდით. და ამან განაპირობა ის, რომ ბიჭები დაგვეღუპა რა. აშკარა მტერიჟობს ფარისეველს და მლიქვნელს, რომელიც თავისი უმსგავსობით ამახინჯებს კაცობრიობას. პეტრე პირველი. როგორც ქონდა ბრძანება, რომ ჩვენ არ უნდა გვერსროლა, ჩვენ სადაც ჩვენი მიმართულება იყო, მივდიოდით იმ ცენტრალურ გზით და მარცხენა მხარეს იყო სამშვიდობო. ეგრეთ წოდებული სამშვიდობო მირატორჩესკის წინ, როგორც უხარიათ მათ რომ თქვან, მაგრამ არ ყოფილა ეს. იქიდან დაგვეღუპა პირველი მტარი. შაინიძე. ანუ გასწორდა. ბატალიონის სერჟანტი ციშდა მის უკან, ზუსტად რომ მისი ჯარისკაც სნაიპერის ტყვით განიგმირა ეს. პირველი ეს იყო. მერე ქართულ დაიშეტევა, როცა არ ელოდები, რომ აქ მოწინააღმდეგე რაღაცაა და პირველ შეტევა შეფერხდა აი. ცხინვალის აი გვირაბიდან რაღაც ჯავიდან შემოდიოდა ტექნიკა რა, ეს იგრძნობოდა ხმაურით. სინათლე იყო კიდე ჩვენ გამოსხედები ქონდა ფაქტობრივად ეს კოლონა ჩანდა რა. და მაშინვე გაკეთდა ეს მოხსენება, რომ ტექნიკა შემოდის ცხინვალში და მაშინ ნახე артиლერიას აძალა ქონია რა. ფაქტიურად განათებული კოლონა გადაიქცა, აი წითელ ცეცხლი აგიზგიზებული ცეცხლი იყო რა. და დავისვენეთ იმ ღამეს არაფერი არც დაბრუნება არ ყოფილა საგუშაგო გადავრჩით, მაგრამ თორე იმ ღამეს ვემზადებოდით, რომ ფაქტიურად ჩვენ რა ქონდა RPG-22-ები რაღაც კი ტანკს აწინააღმდეგო ქონდა ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი კოლონა იყო რა, ძალიან დიდი კოლონა იგრძნობოდა ხმაური და ხმაური მოდიოდა სერიოზულად. და მეორე დღეს ნუ ეთყობა როგორ ჩანს შემოსული იყო BMP-ები რაღაც ნაწილი განლაგებული იყო ქალაქში შესასვლელისთან ერთი 500 მეტრის მოშორებით სიღრმეში. და სტეფანკოვმა ესეთი რაღაც გააკეთა. ფაქტობრივად შეტევა იშლებოდა, იმიტომ რომ ქვეითი ტექნიკის წინააღმდეგ ცოტა ძნელია.
და ამ პიროვნებამ RPG 7-ის მსროლელია თვითონ პროფესიით და როგორც ჩანს მარტო პროფესია არ უნდა ეგ ვაჟკაცობაც უნდა რა და გადაირბინა გზაზე სადაც BMP-ები იყო ესე განლაგებული 3 BMP იყო მეც ვიყავ უყურებდი ესე იგი როგორ ხდებოდა 3 BMP არიან განარიან მიუთითე რომ კაროჩე 3 BMP უნდა როგორმე გავაჩეროთ რა და ამ პიროვნებამ ესე გადაირბინა ქუჩის შუაგულში გაჩერდა რა რომელ ქუჩაზე სნაიპერების მუშაობდნენ მე ფაქტობრივად ვიფიქრე რა გაგიჟდა მეთქი რაღაც ეს არ მithქვია მეთქი ამ კაცისთვის რატო ვაკეთებს ამას მეთქი და გაუშვა და აუჩე BMP დააზიანა რა პირველივე BMP რომელიც მაჟნივ იყო დააზიანა რა ამ გზაჯვარედინზე აი ეს BMP-ების ცეცხლი რომ მივიღეთ ფაქტობრივად ისე მოხდა რომ რამოდენიმე RPG-ის გასროლამ შეაშინა რა და დახოქილი BMP-ები დატოვეს ჩვენ უკვე მოგოცა საშუალება გადავადგილებულიყავით გზის მარცხენა მხრიდან შენობების წმენდა დაგვეწყო რა ხო და ესე იგი ფაქტობრივად 3 შენობა გავწმინდეთ შენობაში აღმოვაჩინეთ რაღაც ჭურვები იყო RPG-ში და RPG მიგდებული წყალი ქონდა ანუ ყველა შენობაში იყო იარაღი რა არ არსებობდა შენ გაგეჭრიკა შენობა და იქ რაღაცა არ და ესე იგი მივედით მეოთხე სახლი გავჭრიკეთ უკვე ფაქტობრივად მეოთხე სახლიდან ჩანდა ის BMP-ები დაქოქილი BMP-ები ჩანდა პირადი შემადგენლობა უკნიდან BMP-ს გადმოსასვლელი აქ ის პირადი სნაიპერი გადმოვიდა ფაგოტი გადმოვიტანა ერთმა და უკვე მე ფაქტობრივად ერთი ჯგუფი მყავდა შეყვანილი მაგ შენობებში და ხალხი მჭირდებოდა რა გადმოვეცი ხელმძღვანელობას რომ მეთქი მჭირდება შემოუშვით ერთი ჯგუფი კიდე ერთი ათეული მაინც როგორც ჩანს ცოტა გაჭირდა შემოსვლა მაგრამ ხაჟომია გამოვიდა კავშირზე ეს ჩემი 10 მეთაური და აგერ სართანია იყო ლეიტენანტი გამოყვა მათ რამოდენიმე ბიჭი რომელიც ეხა გაბედა იქ გადმოსვლა და ასე ცოტა სარისკო იყო რა უნდა გადაგედო შენი სიცოცხლე რაღაც მომენტში რა და ეგ უნდა გეფიქრა რა შემოვიდნენ სიღრმეში ვიყავით ფაქტობრივად შესულები და ამათ მეშვეობით კიდე წინ გადავადგილდით რა და ფაქტობრივად იმ დონეზე მივედით უკვე სიახლოვეს რომ ერთი სახლის იქით უკვე ხმები გვესმოდა რა ფაქტობრივად რუსული საუბარი ისმოდა რომ პარა ასტუპას მე ამანაც აიგო რაღაც ტრუპების გაყვანაზე იყო საუბარი და უკვე მივხვდით რომ ამ მონაკვეთში ამათ დახეული ქონდათ რა მაგრად რა ათხოვდიმ რანი ხვევაზე ერთი კაცის არ დაუტოვებიათ იმგენ სულ ყველა გაიყვანეს რა ოფიცერი ყავს რა ძველი ოფიცერი უშვა წარმოშობით ოსი არა ეს კაცი და შევედით ცხინვალში რაღაც შევატყეთ რომ ცოტა რაღაც სახე ეცვალა და თურმე რა ხდება და რა არის და იქ თურმე ბიზაშვილის სახლი იწვის და ერთის ხე აუჭირდა ამისა მაგრამ ეს ესეობდა გასაკეთებელი იყო და მანიც უდამ გაეკეთებინა რა ის პიროვნება დაგვეჭრა მაგრამ ამჟამად ჩვენ გვერდში სადაც ნაკლები ჯარია იქ მეტი სიმამაცეა სუვოროვი ორი კაცი დაგვეღუპა შაინიძე გიორგი და ასლანიძე ომარი და 91 კაცი ყავს დაჭრილი აი ეგეც მიუთითებს იმაზე რომ ხალხს უკან არ დაუხევია აი პირველ დღეებში ყველა მკაცურად და ვაჟკაცურად იბრძოლა არის აქ ბიჭები აგერ მოყვებიან თავიანთ ისტორიებს არის ბომბარდირებელები სტეფანკოვის მირობა მეტყვი ამქვეები აგერ დაჭრილი დაიჭრა წავიდა სამწყობოში აღარ წასულა პირდაპირში გადაიხვია და კი იყო ეგეთი შემთხვევა ბოლო დღეებამდე უკვე კოჯორში რო ვიყავით დაბანაკებული მაშინ ამოუღეს ესა გეპეს დამსხვრევი 10 მეთაური რომელიც იგი სამაგალითო იყო ყველასთვის რა ათეული რომელიც მასება რა ფაქტობრივად არ დაშლილა რა მან ესე იგი პირველ დღეს ისე მოხდა რომ საჯვარედინი იყო რაღაც ძალიან ესეთი უხერხული გადასასვლელი დიდი მოედანივით იყო ყველაზე ძნელი გადასასვლელი ფაქტობრივად ჯვარედინის ცეცხლი წარმოებდა სნაიპერების მიერ და იმ საჯვარედინზე GP25-ის ჭურვი დაეცა მის წინ და დაიჭრა ხელში რა და აი მოზრდილი ნამსხვრევი ქონდა ხელში რა ჩვენ ახლა ფაქტობრივად უნდა გაგვეყვანა ის იქიდან რა შეუძლებელი იყო მაგრამ ფიზიკური მონაცემები აქვს ამ პიროვნებას და ვაჟკაციც არის რა აგერ ბოლომდე ფაქტობრივად 11-ში გამოვედით თბილისში ჩავედით მაშინ მივიყვანეთ საავადმყოფოში მანამდე
არანაირად არ გამოყვა არავისო აი ხა ჩხარა მოვიდა რაღაც კობრა შემოვიდა დავეშე და არაო რა კობრა ბიჭები აქ არიან გელია რა აი გაცეთი არაფერი იყო რა ხელში დავიჭერი რა საჯვარედინზე გავდივარ გებე დამივარდა უკან სანაუნა ხა ისე რომ არ შემეძლო ის იარული და რაღაც ან იარაღის სტროლა არ იყო რა კი მაწუხებდა მაგრამ რავი გასაკეთებელი და ბიჭები მithumedes რომ ჩემთან იყვნენ მაგად ვერ უნდა ყოფილიყავი რა ჩემი ვალი იყო ყოფილიყავი რა ბოლომდე ისე ვიყავი და ისე ძალიანაც არ მაწუხებდა მე ცოტა დამისვიდო მან არა უშავს თუ ყველა ვარიანტში უნდა მოკვდე სჯობს იბრძოლო რადგან გაქცეული სიკვდილის სამარცხვინოა ბრძოლაში სიკვდილი კი დიდება დიმიტრი დონელი ჩვენს გვერდში ბრძოლობდნენ გამოსტილი აფხაზეთში ნაომარი ბიჭები რომელსაც გული შედგება და რომელსაც დიშვილი გაუმწარეს და ცეცხლში გადაუგდეს რაღაც ესეთი ბიჭები რომელიც იქონდნენ იმას ბედნიერების ის ჰქონდა მეორე და მესამე დღეს ჩვენ უკვე ვიგებდით იმასაც რომ აქ შემოდიოდნენ დასავლეთში და მის კუთხეში და იწვებოდა მაგრამ იმას ბედნიერების განცდა იქ ჰქონდა იმ წუთში რომ ეს ცხინვალი და ის 18 წლის მერე და 15 წლის უკანელი დაკარგული აფხაზეთზე არ იქნებოდა პრობლემა იმის რომ გაიგებდნენ ჩვენ გულისგულს რომ ჩვენ ომი არ გვინდა ჩვენ არავის არ ვეომებით ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენი გვინდა არავის სამშობლოს არ ვართ ჩვენს მიწაზღაზე მივდივარ და იქ გვინდა იქ დავით სოსლანის მამული იყო დავით სოსლანი იყო და აფხაზეთში კიდე ალბათ ბაგრატ მეფის სასაფლაოზეც მივიდოდით და იქ ბედიის საძვალეში ამოძახებით ალბათ სხვის მიწაზე როგორ გაიჩენდა საძვალეს არა მგონია ესეთი კომიკური ფაქტი მოხდა ეხლა ფაქტიურად რუსმა გადაარჩინა ჩვენი ჯარისკაცი რა და როგორ იყო ეხლა ეს ცხინვალში ეხლა მაგათ დაღუპულები ეყარა რა და რაღაც მომენტში ჩვენ ცოტა პოზიციურად კანდახევა გავაკეთეთ ტაქტიკურად და ისე მოხდა რომ ჩვენ ჯარისკაცი ეხლა აგერ სტეფანკოვი თვითონაც რუსი ალბათ თვითონაც რუსი გარშე ძალიან სულ სიტუაციაში აღმოჩნდა რა ხო და ადგა და ამოიფარა ეს რუსის გვამი და კაიხან ეხა იმ სიცხეში კი გახსნილი იყო სუმნი დიოდა მაგრამ სუმნი კი სული უფრო თბილიაო და გასმა გადაერჩინა რა თავი იმ რუსის საშუალები და დღესდღეობით ჩვენ გვერდშია რა უკვე 4 დღის ნაკდები იყო რა ეს ჯარისკაცი და აი ამ გენში მოვკია და ამოიფარე ზემოდან რა კაკრას 8 მოვიპარე იმიტოქში უკვე მოხდა მაგას ჭური და აი უკანა მხარე თლიანად მოვაგლიჯა და მე მივხვდი რაც არის სიცოცხლე მეთქი მაგრამ რაღაცნაირად გამოვედი უკანა მხარე სურათიც გადაუღე ხო შენ გადაუღე ხო ის სურათიც გადაღებულია ტელეფონშიც არის მაგრამ რაღაცნაირად გადავედი უკანა მხარეს ჩემ ფიჭებთან სადაც ვიყენ იქ დავჯექი და ვერ დავჯექი და რომ მოუყევეს მაგრამ სუნი არ ქონდა სუნი ვის არ ქონდა მაგრამ სული უფრო ცვირი ღირს მეთქი უყარეს ნუ იტოქში რუსი გადაარჩინა რა ეგეთ გამოვიდა რა ეხლა რუსული სეროვნებისაა რა აფხაზეთში ვარ დაბადებული თვითონ მაგრამ გვარი მაქვს რუსული ოჯახში ყველა რუსები მყავს მაგრამ საქართველოში ვარ გაზრდილი და ბოლომდე ვარ მემსახურო საქართველოს ჩემი პროფესია მორჩეული მაქვს და ბოლომდე მივწევი მაგას ლაჩრები ამავე დროს სასტიკებიც არიან ჯუზეპე გარიბალდი ბევრი ისეთი შემთხვევა იყო არ გვისვრია მოხალა რას ქვია იარაღი არ აქვს და როგორ ვესვრიდა გადასულა სახში და იქიდან მე უკვე ხან გეკოთი ხან სნაიპერული გაუხსნიათ ცეცხლი ქალე იყო რა წყალი დავალევიები ჩემი წელი წყალი დავალევი ბაგლაშკიდან ხო და ევიდა და იარაღი გვესროლა ზევიდა ომს აქვს თავისი კანონები თავისი კანონების მიხედვით არის ასეთი რამე რომ მშვიდობიან მოსახლეობას ქალებს ბავშვებს მოხუცებს არ უნდა ესროლო არ უნდა შეეხო ეს არის რაინდული საქციელი რაც რუსებს არ ახასიათებს სხვადასხვა ახასიათებს ქართველებს ეს გავაკეთეთ ჩვენ და ამით ჩვენ ვიზარალით როგორ ვთქვათ დაჭრილები ბევრი ყავს იმ გადაცმულებში გრაჯდანებში რო ვთქვათ იყვნენ სნაიპერები იყვნენ ბაევიკები ქალები ახალგაზრდები ვინც იყო ისაც ჩვენ არ შევეხეთ ამით ჩვენ ძალიან ვიზარალით ვინანით მაგრამ საჭირო ასე ეს არის კანონები რაც უნდა დავიცვათ რასაც არიცავდნენ რუსები არც გორში არც ჩვენს ქართულ სოფლებში არც ბავშვებს ინდოდნენ არც მოხუცებს არც ქალებს რაც ჩვენი პლუსია მაინც დაიჭრა ვიზარალით ეს მიტომა პლუსი რომ ეს რაინდული საქციელია ეს არის მეურნეობის საქციელი ნაღდი მეურნეობის საქციელი ძალმომრეობით ვერაფერს შექმნი და ვერც ვერაფერს დაამტკიცებ ქვეყნად ორი ძალა მეგულება ხმალი და გონება
საბოლოოდ გონება ხმალს მუდამ შობნის. ნაპოლეონი. ბევრი ისეთი პროფესიონალი ვერ გააკეთებდა რა მაგას და ეხა ამარაც გააკეთა იქ სპეცები იყვნენ სპეცი დაგვიჭრეს და ფაქტობრივად ამან მოაშორა რა ის იქნა რა მოყვება თვითონ რა ეხა ჩემს რო უყურებდი რო დაჭრა რა და არ გვაძლევდა საშუალებას რო გამოგვეყვანა აი რაღაც მოახლოვდებოდა ჯარისკაცი ხო აკამობდა გასროლას ხო და რო უყურებდი როგორი ტანჯებოდა აი კოლეგაგაც ხო იქ ფიქრი უკვე აღარ იყო რა ეგ უკვე წარმოები აი თვით მივიღები თვითგადაწყვეტილება ხო და აი მოვიკონები პატარა ხრიკი რომ სიგარეტის კოლოფზე გავუკეთები სიგარეტი და ჩამოვდგი კოლოფი ხო და როგორც რომ მიყურებდა ხოზრევანძე იყო ჯარისკაცი მეორე სომნოდა უკვე ოსრომანძე შეიშალაო რა კანტუზია აქვს ხო და ჩეულებრივ კოლოფზე გავუკეთები სიგარეტი ხო და გავუკიდები სიგარეტს ხო და აი ბუჩქი გადავაფარე პატარა რა რაღაცა კამუფლირება გავუკეთე ამ სიგარეტსა და რომ მოვცილდი სიგარეტსა ხო აი 6 მეტრა თუ 7 მეტრა ვიქნებოდი გაცოცვილი რო აი ჩემი სიგარეტი ავარდა აერში ალბათ ვიქრა სიგარეტი აი რო ეწევაო რა ხო და სიგარეტი რო გადავარდა ხო ამით აღმოაჩინები საიდან ესვრიდა და მაქსიმუმ 7 წუთი თუ 8 წუთი დამჭირდა რომ გამომეტანა გვამე თუ ჩვენ წავაგებთ ომს ჰაერში ჩვენ დავმარცხდებით მთელ ომში და თანაც ძალიან სწრაფად ფელდმარშალი მონტგომერი მაგრამ დავიჩაგრეთ საჰაერო მხრიდან რა მაგრამ ძალიან ესე იგი ბიჭებმა ჩამოყარეს მე ჩემი თვალით ნახეს ხინვალის თავზე რამოდენიმე -4 შავი კვამლი და ამოშევული გარბოდა იქ დასაშვებად რომა ვერ გადაასრო კიდეც მაგრამ ბოლომდე აგურ ჩანს არ გვეყო ეს რესურსები და ბოლო შესვლაზეც ვატყობდით რომ დაუცველები ვიყავით ჰაერიდან რა ქალაქში შევდიოდით უკვე ფაქტობრივად გადაიფრენდა ეს თვითმფრინავი Mi-24-ები ყავდათ. ძირითადად ეგენიო დაბლა ფრენდენ ხედავთ რა ეხლა. ვეფარებოდით ხან სახში შეურბოდით, აღარ აზრი არ ქონდა იმის არც ჩამოგდება, ბევრნი იყვნენ რა უკვე იქ. ჩვენ უზურები ვიყავთ. მაგათი სპეციალისტულებიდან აი გრურო ყავთ კიდე რაღაც ვიმპელი ესე იმათ დაღუპულებს უკვე არასახელებენ, იმიტომ რომ არ ამბობს არსად, იმიტომ რომ თვითონ გამოაცხადეს ეს რაც თქვენს ახლა 2000 დაღუპული ტექნიკა რამდენი იყო განადგურებული, თვითმფრინავი რამდენია ჩამოგდებული და აი ეს სპეცებიც ხავდა შემოყვანილი, მაგათ დაღუპულები აღარ თქვენს ყობა სირწმუნოა მიაჩნიათ რომ ესე ფაქტის სახეზეა. გაუთხეს. მაინც ასე თუ ისე წავებული გვაქვს ესაც გავაკეთეთ, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რომ მაგათ თუ გონიათ ქართულ ჯარისკაც და ქართულ კაცს მაგით შეაშინებენ რომ ის მეორთი არას ხელში არ აიღებს დაანსდებიან. ბიჭებს შემართება ქონდათ იმის, არავის უკან არ დაუხევია. მე მიკვირდა კიდეც რა ახალბედა ბიჭებს ზოს წვერიც არ წამოსვლია, იქ ისეთები გააკეთეს. აი თვითონ ხელმძღვანელო ეხლა ჩემი შეხედულების ამებრიგ ბევრი გავიგე ვინ რას წარმოადგენს. ბევრი ისეთ წყნარი ჯარისკაცი მყავდა მე არ მქონდა იმის იმედი, მაგრამ იქ ისეთი გააკეთა, რომ მეთქი მალადეც. ეს დიდი გამოსტა იყო ჩვენთვის რა, მაგარი გამოსტა იყო. ომზე ვერავინ ვერ იტყვის, რომ კაია, ვერ იტყვის, მაგრამ ჩვენთვის ეს კაი გაკვეთილი იყო რა. მე დარწმუნებული ვარ, ბევრს უკეთესობისკენ რაც კარგი გავაკეთეთ, ეს ხო შეგვშება და რაც შეცდომები იმას გამოვასწრებთ. და იმას გამოცდილებად გამოვასწრებთ. ვაჟკაცობა და ქართლის მეომრულისული არასდროს არ გაქრობია და ვერც გააქრობს. 70 წელი არ ეყოთ მათ იმისთვის რომ გაექროთ და 10 წელი უმეტეს ეს ჩვენი 20 წელია მოვიშორეთ მათის და ვაჟკაცურ და მეომრულს ქართლებს ვერ გაუქრობენ ისინი და უბრალოდ საცოდავები არიან რომ უყურებ მართლა ისინიც არიან მართლა პირგაუბარსავი წერ მოუშვებელი ბიჭები ძანებას და სავალდებულო და მქონია იმის ალბათ ბინდერ დღეს ვერ დავარქვი სამშვიდობოდ რომ ვიყავით ცხინვალში აჩაბეთში რომ ვიყავით მაშინაც ხედავდი ჯარისკაცები ერთმანეთს როგორ ექცეოდნენ და ის უდიერი სიტყვები და ბილწი სიტყვები ერთმანეთს 10 მეთაური და კიდე მისი ჯარისკაცი და იქ პატრიცემის რაღაც არ იყო ვიცოდი მაგრამ ამ დონემდე თუ მართლა ხუმრობით რომ თქვა ლეიტენანტ მაზარდანია უნიტასი რომ ენატრებოდა და
ფორმა რომ წაიღეს ნახმანი მეომრის ფორმას ვაშკაცი რომელიც ომის ველზე დაემცვა ჩემი მტერის რომ იყოს იმის ფორმას მე არ ჩავის იმას დავაფასებ ის იბზო და ის ბრძანებას ამორჩილება ჯარისკაცია და იბზვის 11 იყო 11 აგვისტო რომ ჯარისკაცის დაოპოლ ჯარისკაცის შობელი გვირეგავს აი რომ აი შვილი დამასაფლავებიეთო და აი მან ჩამოვალთო გამაგდითო არ შეშინდეთო გამაგდითო მე აი მალე ჩამოვალო და გვერდში დაგიდგებიო აი ამან აი ესეთი мотиваცია მოგცა რომელიმე ჯარისკაცი არ ვიცი მე რომ არავინ არ იტყოდა უკან გამოსვლაზე აი ეს უბრალოდ ისეთი შეგრძნება იყო რომ კაცი გვირეგავს შვილი კუბოში უდვია მე ბრძოლის შვილი და გვირეკავს რომ შვილი დამასაფლავებიეთო და მე ჩამოვალო და აი ჩემი შვილი არ აღითო ხო მე გავნაგზავ ბრძოლასო ეს ჩვენთვის ესეთი мотиваცია იყო აი ესეთი ძალისმომცემი რაღაცა იყო რომ იქ არტი ჯარისკაცი ხო ბრძოლაზე ვარს არ იტყოდა ყველა წებოდა წინ ერთი ჩვენი დევიზი იყო წინ ჩვენი დაჭრილი ყველა დაჭრილი თუდას დაღუპული მეომრის სისხლს ფუჭად არ ჩაევლოს და ის საქმე რაც წამოვიწყეთ ბოლომდე დასრულდეს და მართლა ეს დაგვებრუნებინოს ჩვენი დაკარგული ტერიტორია და ყველა აქ ვინ ვზივართ იმას ყველა სურვილი აქვს რომ აი ჩემი მაგალითად მე და ყველასაც რომ ჩემი ჯარში ყოფნის დროს დაგვებრუნებინოს ეს დაკარგული ტერიტორიები და ჩვენ შვილებს უკვე მშვიდობიან აფხაზეთში, მშვიდობიან ოსეთში ეცხოვროთ და იმათაც არ ეფიქროთ იმაზე რომ როდის დავიბრუნებთ აფხაზეთს. აი ეს ერთი სურვილი გვაქვს და ამას იმედია ჯანის და ვაშკაცობაც გვაქვს, არ გვაკლია და გავაკეთებთ კიდე. ჩვენ რომ სწავლებას გამოვიდეთ, ჩვეულებრივ რიცხვში არაფერის გავდივართ პოლიგონზე საველე სიტუაციაში სწავლებას გამოვემზადებით. როცა იქნება ბრძანება ჩვენ არაფერზე უკან არ დავიწყოთ. ეგ კი არა იმ შვიდში რო წავედი დილით, მე ჩემი 20-ეული დროშა ბაზიდან წავიღე, ჯიბით დამქონდა. აი ხაც არ გამირეცხია ისე მიდევს რა. ვინახავ რომ იმას კიდე შევიდან. ის მეგონა აღმე. ჯერა ჩვენ. მაგას გავაკეთეთ. როცა გვიტყვიან მაშინ. ერთი რაღაც იყო რა. რომ შევდიოდით ხალხი გულოცავდა. რა გამოდიოდით კიდე უკვე სხვანაირი სახეები ქონდა და ხვდებოდნენ რომ უკან ვიხევდით რა. მინდა რომ ერთხელ კიდევ შევიდე და უკან ისე დაბრუნდე გამარჯვებულმა რა. რომ ხალხი ისე გამოსვლისას მოცავდეს რა. ამის დიდი სურვილი გვაქვს და ყველას გავაჩინე ეს. მოგრე გველოდო რა. ჩვენ დაბრუნდებით. ჩვენ უკან კი არ ვიხევთ. წინ მივიწევთ. ოღონდ სხვა მიმართულებით. გენერალი დუგლას მაკარტური